გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დაქვემდებარებაში 37 ბაღი ფუნქციონირებს. გაერთიანების ხელმძღვანელის ხატია ზაკალაშვილის განმარტებით საბავშვო ბაღებში 1600-მდე აღსაზრდელია. ყველაზე მეტი კონტინგენტი ქალაქ გურჯაანის ბაგაბაღებშია რეგისტრირებული. მონიტორინგის ჯგუფის მიერ ყოველდღიურად ხდება საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გაკონტროლება, რათა აღსაზრდელებმა შესაბამისი კალორაჟის ეკოლოგიურად სუფთა საკვები მიიღონ. 2025 წლის სასწავლო წლისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დაწესებულების მონაცემებით 37 საბავშვო ბაღში ირიცხება 1570-მდე მოსწავლე. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით მკვეთრი ზრდა არ გვაქვს, მაგრამ არც ჩამორჩენა და სასიხარულოა ჩვენთვის. რაც შეეხება ბაღში მიმდინარე მოვლენებს, კვება მთლიანად შეიცვალა და სტანდარტების შესაბამისი გახდა 2025 წლის იანვრიდან. დათვლილია თითოეული ბავშვისთვის საჭირო კალორაჟი და შესაბამისი ნუტრიციოლოგთა სპეციალისტების მიერ შედგენილია ისეთი მენიუ, რომელიც ყველა ბავშვის საჭიროებაზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურულ მიმართულებით თქვენ იცით, რომ მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე უკვე გახსნილია 2. 2 ბაღისთვის მიმდინარეობს საჭირო ინვენტარის შეძენა, სათამაშოების ჰასპის სტანდარტების შესაბამისად მათი მოწყობა და უახლოეს პერიოდში მასაც გავხსნით. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჰასპი ბაღებში დანერგილია 2022 წლიდან და მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალისტების მიერ კონტროლი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 2026 წლის იანვრიდან დაიწყება ავტორიზაციის პროცესები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. ამ ეტაპისთვის ჩასმულია 9 საბავშვო ბაღი, სადაც აუცილებლად უნდა დაინერგოს ის მეთოდოლოგიური მიმართულება კვება სანიტარიის მიმართულებით, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ბაღი მიმდინარე 4 წლის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის შესაბამის სტანდარტებს. ყველაზე მეტი აღსაზრდელი, რა თქმა უნდა, ქალაქ გურჯაანში მდებარე საბავშვო ბაღებში მოდის, იმიტომ რომ მათი მშობლები დასაქმებული არის ქალაქის ტერიტორიაზე და შესაბამისად მიმდებარე ბაღებზე არის მოთხოვნა.